საუბრობთ კათოლიკოს პატრიარქზე, მის მოღვაწეობაზე და რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენად ეპოქალური ადამიანი იყო. ჩვენთან სტუდიაში შემოგვიერთდა გიორგი შალუტაშვილი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მინდა გკითხოთ თქვენს ფილმს, სტუმრად პატრიარქთან ესეთი ფილმი გადაიღეთ. მაინტერესებს, ვის ეკუთვნოდა იდეა ამ ფილმის? რამდენადაც ვიცი, პატრიარქი ხშირად კომუნიცირებდა თქვენთან. რისი გადაღება სურდა მას? იყო თუ არა რაიმე სახის აკრძალული კადრი თუნდაც? როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს და როგორია თქვენი პატრიარქი? მანამდე სანამ ფილმზე გადავალა ერთ ფრაზას ვიტყოდი ბატონ თემურ ჩხეიძის, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილი კოლეგის და მეგობრის ასე ვთქვათ ხსოვნის საღამოზე თქვა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გარდაცვალების მერე ივიწყებენ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გარდაცვალების მერე არ ივიწყებენ და არსებობენ ადამიანები, ვისი მნიშვნელობაც იზრდება მათი გარდაცვალების მერე და მე ვთვლი, რომ ჩვენი უწმინდესი სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მნიშვნელობაზეც ალბათ უკვე არა მხოლოდ ათეული წლების საუკუნეების შემდეგაც ისაუბრებენ, იმიტომ რომ ეს კვალი იმდენად ღრმა არის, რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეებს გადაწყდება. რაც შეეხება ფილმს, დღეს რაც უფრო ასე ვთქვათ, დიდი დრო გადის და ახლა რაც უკვე პატრიარქი ჩვენ შორის არ არის და უკვე წეციურ საქართველოს შეუერთდა. კიდევ უფრო მადლიერები ვართ მე თამარ ბართაია და დათო ჩიხლაძე, რომ პატივი ვქთვათ წილად, რომ ეს პირდაპირ გეტყვით, თუ კი არ გადაგვიღო, ეს არის მე ესე დავარქმევ, ეს არის პატრიარქის ფილმი. ეს არის ის ინტერვიუა, ისეთი თუნდაც აი ბავშვები მე ამიყვარდა მასწავლებლები და მასწავლებლებსაც არ უყვარდა. და აი ზუსტად მაგაზე მინდა გითხრათ, რომ თამრიკოს იდეა იყო თავიდან, რომ პატრიარქზე გადაღებული იყო, ეს ჯერ კიდევ 2000-იანი წლებია, 2005 თუ 2006 წელია. და თამრიკოს ჰქონდა ესეთი იდეა, რომ მოდი ახლა გადავიღოთ პატრიარქზე როგორც შემოქმედზე, როგორც მხატვარზე, როგორც მხატვარზე, როგორც მგალობელზე და კომპოზიტორზე იმავდროულად და აი მზაობა ჰქონდა სრულიად სხვა. და მაშინ მე სნოში ვერ გავყევი ჯგუფს, ანუ დათო იყო ოპერატორი ჩიხლაძე და თამრიკო და სრულიად სპონტანურად უცებ პატრიარქი შემოვიდა მათთან, ისე რომ კამერას თუ დააკვირდებით, აი როგორ გითხრათ, აი განათებაც ფაქტიურად დაყენებული არ არის, აი კამერაც თითქოს აი კადრის ბოლომდე გასწორებული, აი იმდენად სპონტანურად და აბა რა გინდათ, რომ დაიწყო თვითონ, რომ დაიწყო როგორც კი დაიწყო ამ ფრაზით, რომ სკოლაში დავდიოდი და სკოლა არ მიყვარდა, თამრიკო მე მეუბნეოდა, რომ აი მაშინ მივხვდიო, რომ აღარც ერთი ჩარევა უბრალოდ აი ამ მონოლოგში, როდესაც ის იხსენებდა თავის ცხოვრების ისეთ ფაქტებს, რომელიც მანამდე ნამდვილად არ მოუყოლი არსად. მამამისის ამ უმძიმეს განსაცდელს და მე ამბობს რაღაც საოცარ ფრაზას იქ, რომ ის ვინც გადაარჩენს ეს ქისტი, მამამის, რომელიც ასე ვთქვათ, სიკვდილ მისჯილთა ხაროში და ორმოში ეგდო და როცა ეკითხება, რომ სახელი მაინც მითხარი შენი და პასუხობს ეს მუსულმანი, რომ ჩემი სახელი ალაჰმა იცის. და ის საოცარი მადლიერებით იხსენებდა ამ უცნობ ადამიანს და პირდაპირ ამბობს, რომ ის რო არ ყოფილიყო, არც მე გავჩნდებოდი. აი საოცრად ნიშანდობლივია, რომ მე ვერც ვიხსენებ, რომ აი რომელიმე ესეთი მაღალი რანგის საეკლესიო იერარქი შესამოსელის გარეშე ზის იმ ფილმში თუ გაიხსენებ და ჯვარიც კი არ კედია, არის ჩვეულებრივ ასე ვთქვათ, რაღაცა ჟილეტი აცვია ტყავის თუ და რეალურად მართლა თამრიკოს იდეა იყო ესეც, რომ სტუმრად პატრიარქთან დაგვექმნა, იმიტომ რომ ამდენად გულწრფელი, ამდენად როგორ გითხრათ, აი ინდივიდუალ მხოლოდ მისთვის ძვირფასი რამ იქამდე ნამდვილად ათქვა. მე რამდენიმე უშხშად უსამდნენ ხოლმე ამ ფილმიდან გამომდინარე ამ კითხვას, რომ რაც შეეხებოდა წინასწარმეტყველებას მამამისის, რომ ან ის ან მისი ბიძაშვილი გახდებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის ჩემთვის, როგორი თვითირონიის განცდით ლაპარაკობს თავის ბავშვობას, თავის წარსულზე და არსად აი ამ მართლა ეპოქალურ პიროვნებას ერთ ადგილასაც არ აღნიშნავს თავის თუნდაც
აი უმარტივ რა ვიცი დამსახურებაზე არაფერს. და საუბრობს რომ რეალურად აი თუ შინაარს ვილაპარაკებთ რომ ეს ყველაფერი იყო უფლისნება, უფლის განგებულება და ის მოვიდა ამ ნების აღსასრულებლად და თვითონ საკუთარი თავი აი ამ ვინც ასე შეხედავს ამ ფილმს გადაყავს სადღაც მე-100 თუ მე-1000 პლანზე და ადგილზე და მთლიანად ეს აი ლეიტმოტივად გასდევს ამას და თან თავი არის იცით როდესაც მე უფე დიმიტრი მისი ძმისშვილი იყო ჩვენი ერთ-ერთი კონსულტანტი და როდესაც პატრიარქს მიუტანეს ფილმი თამრიკოს დაურეკა რომ მოდი სასწრაფოდ თამრიკო რომ შევიდა პატრიარქთან იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ნუ პატრიარქს აზრი იყო გადამწყვეტი შენიშნებს გაძლევდათ? აი ეხლა მოგვიყვებით ამას და უნახავს ფილმი და შევედიო და ფილმის შემდეგ პატრიარქი გულიანად იცინისო და ვიფიქრეო რომ ალბათ რაღაცა სხვა ამბავი მოხდა და პატრიარქი რეალურად იცინოდა საკუთარ ასე ვთქვათ აი ამ დამოკიდებულებაზე ამ როგორ გითხრათ ნაივურობაზე აი და თქვა რომ ზეგვე გაუშვათ და ზეგვე ახლა წარმოვიდგინეთ უზარმაზარ კინოთეატრში და მაშინ მახსოვს აი გადაჭედილი იყო მთელი დარბაზი და მე დღესაც ვთვლი და თამრიკოს და დათოც ესე ვთვლიან ეს არის პატრიარქის ფილმი საკუთარ თავზე ჩვენ არასოდეს ამითი არ გვიამაყია იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა იყო რომ ხელი არ შეგვეშალა იმისთვის რასაც ის მოგვითხრობდა ჩვენ როგორც სტუმრებს და ვთვლი რომ ერთადერთი რაც მოვახერხეთ უბრალოდ მარტივი ფორმა მიგვეცა რომ აი არ დაკარგულიყო სწორედ პატრიარქის სულისკვეთება აი ის გულწრფელობა და ის საოცარი სიმართლე და სულიერი სიმაღლე რომელიც მის თუნდაც ღიმილს მოაქვს იმ ფილმში ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასაჟების გახსენებისთვის პატრიარქის ცხოვრებისგან. წარმატებებს გისურვებთ. გიორგი შალუტაშვილი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში.